გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს აიმსჯელეს. ცვლილებების მიხედვით მიმდინარე წლის ბიუჯეტზე 400,000 ლარი დაემატება, რომელიც სხვადასხვა აიპებში გადანაწილდება. აღნიშნული თანხის ნაწილით კი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ეგრეთ წოდებული ჭკვიანი კამერების დამონტაჟებას მოხმარდება. იმ ადგილებში, სადაც სიჩქარის შემაკავებელია განთავსებული, თუმცა ლოკაციები კონკრეტულად ჯერ არ არის განსაზღვრული. ბიუჯეტში 400,000 არის დამატებული, ქონების გადასახადიდან შემოსული თანხა, ეს ადგილობრივი შემოსავალია და ეს თანხა გადანაწილდა სხვადასხვა აიპების ღონისძიებებზე და ამასთანავე კამერების შეძენაზე, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს ეგრეთ წოდებული სიჩქარის შემანელებლები. უსორმასოროები, რომელსაც ეს არ არის ჯერ გადაწყვეტილი, უბრალოდ მე მაგის მიხედვით დაიწყება ეს პირველი ეტაპი და ვცდილობთ, ვფიქრობ, რომ ეს არის ორი გადაწყვეტილება, ამისი ძალიან დიდი მომხრე იყო და რომ მიცოდეთ საკრებულოს ინიციატივა იყო და ფინანსური, ასე რომ ვთქვათ, შემოსავალიც იქნება და ამასთანავე ის უსორმასოროები, რომელიც მოსახლეობასაც არ მოსწონდა და ამასთანავე ჩვენთვისაც მიუღებელი იყო, რომ მალე გამოდიოდა მწყობრით.